არ ამგონია ვინმე საინტერესებდეს მე როგორი გოგოები მომწონს. არც თქვენს პუბლიკას დაჟე. რატომ გონიათ ასე? მინდა რომ არ აინტერესებდეს. ხოლო იმერთ გოგოს მინდა აინტერესებდეს როგორი გოგოები მომწონს. და როგორია ის ერთი გოგო? არ მიპოვია ჯერ. და როგორი უნდა იყოს? რო ვიპოვი მე თუ შეგხვდები პირობას გაძლევ ჩავწერ ინტერვიუს. არ გაქვთ ჩამოყალიბებული რაიმე წარმოდგენა როგორი უნდა იყოს? არა. კარგი, მადლობა წარმატებით. როგორი არ უნდა იყოს კი. და როგორი არ უნდა იყოს? ხიზელი უნდა იყოს. ხიზელი უნდა იყოს. სულიერად და ხორციელად. როგორი გოგონები მოგწონთ? გამხდარი და ლამაზი და მაღალი. ანუ ვიზუალური მხარეა გადამწყვეტი. რა თქმა უნდა. საინტერესოა. და რამე თვისება არ არის ადამიანში ისეთი, რომელიც ვიზუალს ხაზს უსვამს თქვენთვის? თვისება რავი, არა, მგონი დიდად არა. არ მაინტერესებს. ანუ როგორიც არ უნდა იყოს, მთავარია ვიზუალურად იყოს ისეთი, როგორიც მოგწონთ? ხო რა, ანუ მანიაკიც რო იყოს, ამე შეიძლება რა. შეგხვედრიათ ისე ეგეთი ლამაზი და ფსიქოპატი? ჯერჯერობით სამწუხაროდ არა. ძებნის პროცესში ხართ? კი. წარმატებებს გისურვებთ. დიდი. როგორი გოგონები მოგწონთ? აი, ესეთი. დაგვენახეთ თუ შეიძლება. შეყვარებულები ხართ? დიახ. რამდენი ხანია? დაახლოებით 2 თვეჯერ. რა თვისების გამო მოგეწონათ პირველად რომ ნახეთ? არ ვიცი, ალბათ ბედისწერა. ანუ ესე არასდროს არ ვარ ხოლმე, რომ რაღაც თვისების მიმართ, აი უბრალოდ ადამიანმა თუ იგივე ინტერესები გამოხატა შენს მიმართ და მე უკვე როგორც ხდება ხოლმე რა. როგორი გოგონები მოგწონთ? გუშინ ჩამოვიდა ჩემი შეყვარებული ქვეყნიდან და მონატრებული მყავდა ძალიან და მიხარია რომ ჩამოვიდა. როგორია და ლამაზი. და ჭკვიანი. აი პირველად რომ დაინახე. რა მიიქცია პირველი თქვენი ყურადღება? მაგის სიტყვებმა. რა თქვა? მოდიო. ხო. ესე გითხრა მოდიო? და რა გითხრა? პარაკი დავიწყეთ. ორი სამეგობრო იყო ქუჩაში. შევხვდით ერთმანეთს და ეგრე გავიცანით ერთმანეთს და მე აემნები და როცა მიხვედი რა გითხრა, რატომ გეწახდა? სტილი მომწონს შენიო და რაღაცები როგორი გოგონები მოგწონთ? თქვენ? ბუნებრივად ლამაზი. ანუ ვიზუალური მხარეა გადამწყვეტი? არა, ვიზუალური მხარე არა. აი რა თვისება უნდა გქონდეს რომ მოგეწონოთ? ვერ გეტყვით, არ მახსენდება ესე რა. უბრალოდ ლამაზი უნდა იყოს პირველი ეგიცით? თქვენ? შემიძლია ჩემი შეყვარებულის ფოტო განახო და ეგრე მიხვდები როგორი გოგოები. გვაჩვენეთ. კამერას არ ვაჩვენებ, შენ გაჩვენე. კარგი. რა თვისების გამო შეგიყვარდათ? ძალიან ლამაზი. როგორი გოგონები მოგწონთ? ყველანაირი. რამე კონკრეტული მიმართული? მა ჩოლკები და დაბალი რო იყოს. ანუ ვიზუალური მხარეა გადამწყვეტი თქვენ შემთხვევაში? ვიზუალური მხარე არ არის, უფრო ესეთი მიმაჩნია, ანუ შავი თმა ცისფერი თვალებზე, მაგრამ მიყვარს და ვიზუალური ადამიანს რო გაიცნობ, ჯერ ვიზუალურად უნდა შეხედო და მერე უნდა გაიცნო და რო შეხედავ ადამიანს და ვიზუალურად რო არ მოგეწონება, იმის სურვილიც გიქრება, რომ შინაგანათაც გაიცნო. როგორი გოგონები მოგწონთ? ლამაზი, რა თქმა უნდა. მხოლოდ ვიზუალურ მხარეს აქვს მნიშვნელობა? აბა, რომელი თვისება უნდა გქონდეს გარდა სილამაზისა? რავი, გოგო უნდა იყოს. გოგო რა შემთხვევაში არ არის? როცა ისე იქცევა, როგორც არ იქცევია სხვა გოგოები. გოგოები საერთოდ. რა ქცევას გულისხმობთ, შეგიძლიათ რომ დამიკონკრეტოთ? იფურთხება, იგინება და მსგავსი რაღაცები. გასაგებია და ვიზუალი უფრო მნიშვნელოვანია თუ შინაგანი სამყარო? ორივე. ჯერ ადამიანს ვიზუალით აფასებ და შემდეგ მიდიხარ სხვაგან. აქედან გამომდინარე ორივე. ლამაზი რა თქმა უნდა იყოს და ცოტა უნდა მოეკითხებოდეს კიდე, ცოტა აზროვნების უნდა. კი ბატონო, და რა თვისება უნდა გქონდეს ხასიათში, რის გამოც ძალიან მოგეწონებათ? ჩემი აზრით, პირველ რიგში თავდაბლობა პირველი. უფრო ნაზი გოგოები და ცოტა ჩემ სიმაღლეან ცოტა დაბლები და ცოტა ნაზებიც. თან მაღალი და თან ნაზი? კი.
ვიზუალი არის მნიშვნელოვანი, უფრო ვიდრე შინაგანი სამყარო? მნიშვნელოვანი არ არის. ჩემთვის უშუალოდ მნიშვნელოვანი არ არის. არ არის. არა. და სიმაღლე და სინაზე ვიზუალის ნაწილი არ არის? რაღაც განხრით კი. კარგი, და რომელი თვისება უნდა გქონდეს გოგოს, რომ შეგიყვარდეთ? ჩემთვის აქ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. თვისებას არ აქვს მნიშვნელობა. არა. და რას აქვს მნიშვნელობა? მხოლოდ სიმაღლე და სინაზე? უფრო გულის სიღრმეში რა აქვს? ანუ აქ მაქვს საუბარი, ანუ ნამდვილ სიყვარულზე და უფრო გულწრფელობაზე. როგორი გოგოები მოგწონთ? ერთგული ასე რომ ვთქვათ, თავისი პარტნიორის და მიზანდასახული და ჭკვიანი. ვიზუალური თვალსაზრისით როგორი გოგონები მოგწონთ? ძირითადად ჩაგვრემანი უფრო. და ვიზუალი უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე თუ შინაგანი სამყარო თქვენთვის? ჩემთვის შინაგანი სამყარო, თუმცა ადამიანებს სამწუხაროდ ვიზუალს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ ხოლმე. და პირველი შთაბეჭდილება მაინც ვიზუალით არ იქნება ხოლმე? როგორ გონიათ თქვენ? ძირითადად შემთხვევაში კი, თუმცა ადამიანის შესახებ უფრო მეტ მოგვიანებით ვიგებთ ხოლმე მისი ხასიათიდან გამომდინარე. როგორი გოგონები მომწონს? მაღალი, გამხდარი, ლამაზი რა თქმა უნდა. ნუ რა ვთქვა, სასაცილო. ეგ არის რამეტი არაფერი. თუ ვიზუალურად ასე გამოიყურება, მაგრამ აქვს რაღაც ისეთი, რაც ძალიან არ მოგწონთ, რა შეიძლება იყოს ეს რაღაც ხასიათში? ხასიათში? ხასიათს ხშირად ეცვლება მაგალითად, ან თუ ცუდად გამოიხატება ხშირად, ან ბრაზდება ხშირად, ან რამე ეგეთი. რა ვიცი, ღალატი ან რამე, უკვე ანუ თუ ვიზუალურად ზუსტად ისეთია, როგორიც მოგწონთ, მაგრამ ბრაზიანია, აღარ მოგინდებათ მასთან? შანსი არა. როგორი გოგონები მოგწონთ? ჩემი შეყვარებულის გავს. როგორია თქვენი შეყვარებული? ჩემი შეყვარებულივით გამოიყურება. და როგორ გამოიყურება თქვენი შეყვარებული? იდეალურად. მარტივად.